დილა მშვიდობის მეგობრებო, როგორ ხართ, როგორ მყავხართ? ხომ ხართ კარგად ყველა? დილა 8 საათი. მე ეხლა გავიღვიძე სულით მიბითვარ მოსული. ძალიან სასიამოვნო აერია. სიგრილე, ჩემთან აქ ამ ხარეს გვიან გადმოდის მზე და აქ ჩერ გრილა. ჩემთან გვერდზე ჯერ არა ხალხი მოსულ შენებლობაზე. დაგვეწიენ. მე-10 სართულამდე ამოვიდნენ უკვე და მე ასე მომიწევს ხოლმე. იცი რა ახლოს არიან? ხელით რომ ასე ხელი რომ გავწიო გამარჯობას ვეკი. მეზობლობს. დავიწყო იქნება აქედან მეზობლობა და ერთად ყავის დალევა. ასე დადის უკვე ხალხი. მე არ მიყვარს საგარი, არ მიხდება, საერთოდ არ მიხდება. კამერაში იქ უნდა უყურო, თვალები გამივიდეს ჯერ, მოუყურე ვიდეოს. აქ უნდა უყურო. ისედაც შავგრემანი ვარ და საფარს მოვებულობ, სულ შავდები. ყოველ შემთხვევაში მე არ მომწევს, არ მინდა. გარეთ გავალ მზეზე თუ აივანზე თუ სასეირნოდ მაინც მომიწევს გაშავება. ისედაც მივიღებ საგარს. ასე რომ მე მოდებს არ ვუყვები, თანამედროვე არ ვარ და ეხლა ჩამორჩენილი ვარ ყველაფერს, მეთქი არა, მაგრამ არ მივყვები მოდას და ანუ ისე არ ცხოვრობ რაღაც ბრენდები და რაღაც თქვათ ვერ ჩავიცმე უბრალოდ ანსაცმელს და ბრენდები მჭირდა და რაღაც საოცრებები და ყველაფერი გასაგებია. კი შეიძლება ძვირფასი სახის დამცავებია თუ კრემებია თუ რაღაც ძვირიანი რომელიც შეიძლება ის უფრო ხარისხია, შეიძლება კი არა და ხარისხიანია და რაღაც, მაგრამ უბრალოდ ნივეა უფრო სასარგებლო დარჩეს და უფრო კარგი იყოს შეიძლება ვიდრე ის და მე არ ვუყვები ამას. არა, არც იმას, მე იმას კი არ ვამბობ, რომ რატო აკეთებს ვინმე, ვისაც როგორ უნდა ისე ცხოვრობს. და ამ აზრს მივესალმები ძალიან. მე არ ვუყურებ ადამიანს იმ გაგებით, რომ უი ის რა თუნდა, უი ის რაცვია, უი ის რა უკეთი, არა ბატონო, ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს. ისე ჩაითვალოს, ისე გაერთოს, ისე იცხოვროს. ყველას თავისი აზროვნება აქვს, ყველა თავისი ჭკვა აქვს. მე ჩემი აზრი მაქვს. არაფერი არ მაქვს გაკეთებული ამ ფრჩხილის გარდა, ეს ფრჩხილიც ჩემია, უბრალოდ შილაკია. არაფერი საერთოდ. რაც ვარ, ეს ვარ, რაც მომცა ღმერთმა ვარ ეს. მე ახლა სილამაზის გამო რაღაც ბოტოქსებს და ტუჩებს ვერ დავიბერავ და არ არის რა, ჩემში არ არის. მაგრამ მე არ მომწონს, არ ნიშნავს იმას, რომ რატომ იკეთებს ხალხი? არა, ვისაც როგორ უნდა ისე იცხოვროს. მე მაქვს ჩემი სტილი, ჩემი შეხედულება, ჩემი გემოვნება და ყველას თავისი ხო. ხო, საუბარი კაია თქვენთან ერთად. თან მიხარია, თან მომწონს. მოდით თან
რაღაც გავაკეთო და თან თქვენთან ერთად ვისაუბრო. ცომი მქონდა ცოტა დარჩენილი ძალიან მაცივარში და ეს ცომი ახლა არ მეყოფა. სულ ცოტა ახალი ცომი გავაკეთო, ოღონდ მაწვნით ხაჭაპურისთვის. რომ ეხლა ტაფაზე უცებ გამოუცხო. რადგან ჩემი ბიჭი გაიღვიძებს თუ არა მზად იყოს. აქ მაქვს ცოტას ვაკეთებ, აქ მაქვს ერთი ჭიქა თბილი წყალი და დროჟი. წამოსული იყო ცომი, ოდნავ მაინც გაწნით ვაკეთებ, მაგრამ დროჟი მაინც ვუშვები. ცოტა დროს ვუშვები ოღონდ. ცოტა მარილი, რა თქმა უნდა. ცოტა მაწონი, რადგან ცოტას ვაკეთებ, ცოტას ვამბობ, იმიტომ რომ ბევრი ცომი არ მინდა ახლა, მეორე ცომი მირჩენია, რომ გავაკეთო და შევინახო. რამოდენიმე კოვს. ფერმიტანთან საქმით რაღაცას რომ ვაკეთებ და მოისურება ყველაფერი, ამისატან არ მაქვს და თან მინდა რომ დავალაგო. ხო, ერთი ჩაის კოვზის სოდა. ეს გავრეცხო. ვაკეთებ. და ზეთი. ერთი წალი კვერცხიც. ეხლა ზაფხულში კვერცხი ასე აღარ გაეტეხება. ცალკე თუ აგეტეხე, გამომიცხული არ არის, რომ აღჭერდილი შეხვდეს. ხშირი შემთხვევა მოვიოთ ეს კარგად და მოვცუნოთ თბილი ცომი. ამას გარშე არ გამოვაცხო. საცხოში არ გამოვაცხო, ტაფაზე გავაკეთე. ასეთი ტაფისაც უყვარს შვილს ძალიან. ძალიან ხელს ვაკეთებ ცომს. აი ცომი მაინც სხვანაირია. ხედავ, ქვირიდან ხელს ვერ მივიღებ რომ თქვა. სულ რაღაცას ვაკეთებ და სულ რაღაცას ვაკეთებ. ჩემი დილა იწყება ასე. დასაჭმელზე ფიქრი. ყველას ხომ გაქვთ ეს ფიქრი. დღეს რა გავაკეთო, დღეს რა გავაკეთო. თანძნელი რა იცით? ყველა რომ სხვადასხვა ამას ჭამს და ყველას ერთნაირი არ უყვარს, ძნელი არის ეს. თორემ კერძს რომ გააკეთებ და ყველა მიითმევს და ქვაბით გიდგას, მაგას რა უნდა.
მე ვიცი ოჯახები რომ ჩვენ საახლობლოში რომ რაც არ უნდა კერძი გააკეთონ ყველა ერთნაირად ჭამს და გამკეთებელიც ბედნიერადაა ჩემი მამა მთელი იყო კაპრიზნი არ მოწონდა ბევრი რამე არ ჭამდა ბევრ რამეს და ყოველთვის რასაც ვაკეთებდით შიშით ვაკეთებდით ახლა რა სიტყვის არ არსებობდა რომ რამე გაგეკეთებია და მინუსი არ ენახა ის ჩვევად ქონდა თორე კაიც რომ ყოფილიყო ეს კაი გამოსულა უიტყოდა ქვილი ცოტა მაგდა ეხლა აღარ ჩავყვი იქედან ეს გამოსულა უიტყოდა და თუ რამე ნაკს უნახდა ეს ვერ გაგეკეთებიათ შეიძლება მიეჩეჩებია კუთხეში აღარ არის გამართული ცოცხლა იტყოდა იმიტომ ამბობ ხოლო ერთხელ სულ შეწუხებული ვიყავით ახლა რა სიტყვის და ერთი დღეც გავაკეთეთ რაღაც კერძი არ მახსოვს და მივიტანეთ მაგიდაზე თავისით ამბობს უკვე მანაც ხდებოდა რომ ძალიან წუხდით მაგის გამო და სამ დავდგით თუ არა ეხლა და მეუბნება რომ ისეო თურმეო საჭმელიო კანკალებს რომ ახლა ასიტყვიან ჩემზეო და საჭმელი კი არა მევთხარი მე უფრო კანკალებ ასიტყვი ახლა მეთქი და ცინა იმდენად შეწუხებული ვიყავით რომ მართლა ისე მიმქონდა რა მე თან ისეთი ვარ რომ სახშიც სულია მოუხადე ყველას ასაც გავაკეთე კაია მოგეწონა კაია ჩემთან მაინც მაცალე ხალო ლუკმით ჩადებაო მე მკითხეო ჯერ ცოტა შემაჭამე მაინც ქვილი კიდე მაქვს იქით რა ხალხით ვეღარ ჩავყრები და აი როგორი პირი ცომია ნახეთ როგორი იწერება ასეთ ნახეთ როგორია ნახეთ როგორი ხელი ცომია ასეთი ცომი უფრო კარგია ყოველთვის ხელში წამოვიდა უკვე ცომი ცოტა დროში რომ ცოდაც აქვს და ტაფაზე კარგად გამოშრება ცომი დავასვენოთ 1-10-15 წუთი და უკვე მზად იქნება და მერე გამოწყობასაც გაჩვენებთ ჩვენი ცომი უკვე მზად არის ეს ყველას გეცოდინებათ მაგრამ მე მაინც მაინც მოვიტანეთ თქვენამდე
არ ზიგით გადავიტანო, უკეთ გამოჩნდეს. ჩავამატე კარგად. ყველი ხაჭაპურს და ყველი არა აქვს კარგი და ბევრი. რაც არ უნდა კარგი გააკეთო, მაინც არ გამოვა კარგი. Სადაც მოვაწყვეტავ ზემოდან, რომ უფრო იყოს ვიცი, ქედან მომაქვს, იმიტომ რომ აქ თქვენ უკეთესად გაჩვენოთ. ჩემი პატარა ტაფა არის, სხვა ტაფებიც მაქვს, მაგრამ ეს არის ძველი თუჯის ტაფა და ამაზე ყველაფერს კარგად ვაკეთებ. ამიტომაც სულ ამ ტაფას ვიყენებ, სხვა ტაფების მეტი რა მაქვს. ცალს გამოვაცხო. გამომცხვარსაც გაჩვენებთ. მე ახლა ორ ცალს ვაცხო და გამომცხვარსაც გაჩვენებთ როგორია. წავსვათ ქალაქი. ნახეთ როგორია. დაჭრასაც გაჩვენებთ. აი, მე ახლა ორი ცალი გამოვაცხე, ნახეთ როგორ გამოიყურება. ახლა დაჭრასაც გაჩვენებთ. აი, ორი ცალია. დავჭერი.
ნახეთ. ესეც ჩემი დილის ამბები. ეხლა სულ ყველაფერი დასალაგებელი მაქვს. ხო, ესეთი ცომი დიდხანს არ შეინახავს თავს მაცივარში, ის წინა რეცეპტი რაც ვთქვი, ის დიდხანს ინახება, 10 დღეც რო იყოს. ახლა ამას საყინოში ვერ დადებთ და იმას ყველაზე ცივ ადგილასაც შეგიძლიათ დადოთ, საყინულის ქვედა თარო რომ არის, ან საყინულაშიც შეგიძლიათ და გამოიღოთ და მოიხმაროთ. ხო, ეგეც ჩემი ხაჭაპური, რა თქმა უნდა, ეს ყველა მიცით და ახალი არაფერი არ არის, ცოტა განსხვავებით ვაკეთებ მე, რომ მარტო მაწვანით არ არის და დროშიც და წყალიც ურევია და ცოტა განსხვავებით და ძალიან რბილია. ხელში ასე დაახვევ ისეთი რბილია. ხო, დილის ვლოგი სულ ეს იყო. ჩემო თბილებო, მიხარია ყოველთვის თქვენთან მოსვლა, მოვდივარ სიხარულით და რა დაგიმალოთ და რომ შემოვდივარ იქ, ვხედავ თქვენ თბილ კომენტარებს და თუნდაც ლაიქებს, გული მითბება, რომ ჩემ მაყურებელს ისე თუ ასე მოვწონვარ. ჩემთვის არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. წარმატებულ დღეს გისურვებთ. დღე გაგეტარებიოთ ხალისიანი, შვიდი, წნარი, ბედნიერი და სიურპრიზებით სავსე. აბა, კარგად.